საყოველთაობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერშია პოსტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშურდია ვარ, ახალამბებში ნახავთ. საქართველოს როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის შთამბეჭდავი შედეგები. როგორ აფასებს ძალოვანი უწყების გაწეულ საქმიანობას სახელმწიფო მინისტრი. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგი. საჯარო სივრცეში შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირდა. რა შემთხვევაში აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონდარღვევაზე რეაგირების ვალდებულება. ფსიქოლოგიური ძალადობა საკუთარ შვილებზე და მოწყალების თხოვნის იძულება. არასრულწლოვნების ტრაფიკინგის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი. დანაშაულის ამსახველი ვიდეო კადრები და საქმის დეტალები რამდენიმე წუთში. ნაციონალური მოძრაობის წევრობა ფასიანი ხდება, რა ეხირება სააკაშვილის პარტიის წევრობა და რატომ იქცა ფინანსური კრიზისი პრიორიტეტად მწვავე პოლიტიკურ კრიზისში მყოფი პარტიისთვის. საქართველოს გაუმჯობესებული პერსპექტივა. ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო საქართველოს შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. რა წერია მუდისის ანგარიშში და რამ განაპირობა ქვეყნის წარმატება. საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიულ მაქსიმუმზე ამას მოწმობს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური საქმიანობა და სხვადასხვა სახის დანაშაულთან უწყებების ბრძოლის შედეგები. სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური საქმიანობის შედეგები დღეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შეაჯამა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი დანაშაულისგან, დაპირისპირებისგან და სიძულვილის ენისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოა. მიზნის მისაღწევად კი ქართული სამართალდამცავი სისტემა აქტიურად მუშაობს, რასაც კონკრეტული შედეგები აქვს. გაზრდილი მაჩვენებლები კორუფციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან, თაღლითობასთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის მიმართულებით. დეტალებს ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დღევანდელი ბრიფინგი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ახლად შექმნილი სამმართველოს მიმოხილვით დაიწყო. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მონიტორინგით დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში გინების შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს. თუმცა ყურადღება გაამახვილა სამმართველოს წინააღმდეგ აგორებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომლის უკანაც ის ძალებით განან, ვინც წლების განმავლობაში შეურაცხყოფისა და ბულინგის ნორმალიზებას ცდილობდნენ და რომელთა მიზანს საზოგადოების გახლეჩვა წარმოადგენდა. საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად. ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედია საშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ზომები მათთვის მიუღებელია. შემდეგი საკითხი, რაზეც მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ამ კუთხით სახელმწიფოს ახალი მიდგომა აქვს. შესაბამისი უწყებები ახორციელებენ არა მხოლოდ წარსული საქმეების, არამედ რეალურ დროში მონიტორინგს. ეს მიდგომა კი მამუკა მდინარაძის შეფასებით შემდგომი კორუფციული ფაქტების პრევენციასაც უზრუნველყოფს. უწყებები კი არ მუშაობენ მხოლოდ ადრე წინა თვეში, წინა დღეს თუ წინა წელს ჩატარებულ რაღაც ღონისძიებაზე, ტენდერზე, შესყიდვაზე, სახელმწიფო შესყიდვაზე, არამედ რეალურ დროში ამოწმებენ, რამდენად რელევანტურია ფასი, რამდენად რელევანტურია მიდგომა, სატენდერო პირობები და ასე შემდეგ, რომ გამოირიცხოს მაქსიმალურად კორუფციის ნიშნები. ვიცე-პრემიერმა სამართალდამცავი უწყებების წარმატებულ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით შთამბეჭდავი შედეგები აქვს პროკურატურას და ამ კუთხით რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა. მათ შორის აღნიშნა ის, რომ მხოლოდ ფულის გათეთრების ფაქტებზე ამოღებული და დაყადაღებული აქტივების ღირებულება 200 მილიონ ლარზე, ხოლო კონფისკაციას დაქვემდებარებული აქტივები 75 მილიონ ლარზე მეტია. პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამაგებული
მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით. პროკურატურის მიღწევებზე საუბრისას ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა. ვიცე-პრემიერმა წარმატებულად შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაც. მამუკა მდინარაძის განცხადებით, წარმატებით გრძელდება უსაფრთხოების სამსახურის განახლება-გადახალისების რეფორმა. მნიშვნელოვნად უმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სპეცსამსახურებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ხარისხიც. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბოლო პერიოდში სუსმა მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდანაც. მხოლოდ ბოლო 2 თვის განმავლობაში სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 6 პირი. ასეთი გაბედული გადაწყვეტილებების ასეთ მოკლე დროის მონაკვეთში მიღება ბოლო რამდენიმე აწრეულია სოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ. ამ პერიოდშივე დაკავებულია 3 პირი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი უწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას. ბოლო პერიოდში თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები. მამუკა მდინარაძის თქმით, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარადგინა 6000-ზე მეტ ადამიანს, საიდანაც 500-ზე მეტი დაკავებული ნარკორეალიზატორი და ნარკორეალიზაციაში ჩართული პირია. ამ პერიოდის განმავლობაშივე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და პასუხისგებაში მისცა 100-მდე პირი ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებზე. დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის პარალელურად განსაკუთრებული წარმატებით მუშაობს დანაშაულის პრევენციაზე, ეგრეთ წოდებულ რეალურ დროში, რის შედეგებიც უკვე აშკარად შესამჩნევი ხდება. ცალკე აღნიშნავს იმსახურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული ბრძოლა არასრულწლოვნების ტრაფიკინგის წინააღმდეგ. ვიცე-პრემიერმა დაარსების 32 წლის თავი მიულოცა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები და შეძენილი სისტემები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორიც დღეს არის. სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურის და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების იგივე დაშიფრის მქონე მოდულით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რაც გულისხმობს 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენას და განეიტრალებას, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც ეს არის დღეს. ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა უწყებების თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც თავდაუზოგავად, ხშირ შემთხვევაში კი სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს. მამუკა მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც არ ჯერდება მხოლოდ იმას, რომ დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. სამართალდამცავი უწყებების წარმატებული საქმიანობის ფონზე კვლავ გააქტიურდა კოორდინირებული კამპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონკრეტულად კი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წინააღმდეგ, რასაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონკრეტული არგუმენტებით უპასუხა. მიიჩნევს თუ არა შეურაცხყოფილი პირი თავს დაზარალებულად და საჯარო შეურაცხყოფაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირ ვალდებულებაა. მამუკა მდინარაძის განმარტებით ეს მიდგომა ემსახურება საჯარო ინტერესს, სრულად აღმოიფხვრას ადამიანების ღირსების შელახვა საჯარო სივრცეში, რაც მისივე თქმით ნორმად სწორედ ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერმა ჯგუფებმა აქციეს. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობიდან ზუსტად 1 თვე გავიდა, ამ დროისთვის უკვე გამოვლენილია 150-ზე მეტი კანონდარღვევის ფაქტი. საჯარო სივრცეში ადამიანების ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე დღეს სასამართლომ ადმინისტრაციულ კანონდამრღვევებად კიდევ 5 პირი ცნო. ნანკო წითელაშვილი გიამბობთ. თამარ ჩერგოლეიშვილს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 5000 ლარიანი ჯარიმის შემდეგ უკვე მეორედ. ახლა 2500 ლარის გადახდა მოუწევს. ფედერალისტების ლიდერი საჯაროდ მოქალაქის შეურაცხყოფისთვის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. თავად ოპოზიციონერი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა.
სასამართლომ დღეს განიხილა ჩვენს მიერ წარმოდგენილი ოქმი და მტკიცებულებები, რომელიც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოვიპოვეთ, დაადასტურა სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა და მის მიმართ სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ საჯაროდ განხორციელებული შეურაცხყოფელი კომენტარისთვის სამართალდამღვევად ცნეს კიდევ ერთი პირი. გიორგი შიაშვილი 2000 ლარით დაჯარიმდა. მოსამართლემ სხდომაზე დეტალურად განმარტა, რომ შიაშვილის კომენტარი მიზნად მხოლოდ პარლამენტის ვიცე-სპიკერის ღირსების შელახვას ისახავდა. ბატონი გიორგის მიერ განხორციელებულია იმგვარი ქმედება, რაც შეურაცხმყოფელი ფორმისაა და მისი მიზანი სწორედ შეურაცხყოფის მიყენება იყო, რა თქმა უნდა, დედისგინება საჯარო სივრცეში ეს ვერ ჩაითვლება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მან საჯარო სივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ თეა წულუკიანს. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. დღესვე 4000 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე თამას ქარჩავა. მოსამართლე გიორგი გელაშვილის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფისთვის ის თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამღვევად ცნო. სხდომას ესწრებოდა თავად ქარჩავაც. მან კომენტარის ავთენტურობა ნაწილობრივ დაადასტურა. პიროვნებას არ უარყვია ის ფაქტი, რომ ფლობს Facebook-ს, არ უარყვია ის ფაქტი ასევეც, რომ შეიძლება დაეწერა აღნიშნული კომენტარი მას და შეიძლება ემოციურ ფონზე დაწერა აღნიშნული. თბილისის გარდა სიძულვილის ენის გამოყენებისთვის დღეს საქმე განიხილებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოშიც. გოჩა მშვენიერაძე კახაკალაძის შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დაჯარიმდა. პიროვნებამ სიტყველი შეურაცხყოფა მიაყენა სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ ბატონ კახაკალაძეს. სასამართლოს დღევანდელი დადგენილებით აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. თელავის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამღვევად ცნო იოსებ ჭურაძე. თეა წულუკიანისა და ლევან მურუსიძის მიმართ საჯაროდ განხორციელებული შეურაცხყოფის გამო ჭურაძე 2000 ლარით დაჯარიმდა. ზიზღისა და შეურაცხყოფელი საჯარო პრეცედენტების აღმოფხრის პარალელურად ახალი სამმართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევა დაიწყეს იმ ძალებმა, რომლებიც უკვე წლებია სიძულვილის ენის ნორმალიზებას ცდილობენ. თუმცა სახელმწიფო მინისტრის განცხადებით არ აქვს მნიშვნელობა პირი თვლის თუ არა თავს შეურაცხყოფილად სიძულვილის ენაზე რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო პროაქტიულად ახდენს და ეს უწყების პირდაპირი ვალდებულებაა. მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს. რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას სამინისტროს და კონკრეტული სამმართველოს წინააღმდეგ. აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედია საშუალებები მთავარ არგუმენტად იყენებენ იმას, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს არ გააჩნიათ პრეტენზია. თავად კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მათთვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჩნდება. ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა იმის მიუხედავად მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად. ეს მიდგომა ემსახურება საჯარო ინტერესს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული პირის სუბიექტური აღქმა. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება. პირველ რიგში ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ამოქმედებიდან დღემდე გამოვლენილია 150-ზე მეტი სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი. სასამართლოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში საჯარო შეურაცხყოფის ავტორები დაჯარიმდნენ, ხოლო 2-ში სიტყვიერი შენიშვნა დაიმსახურეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გიორგი მალანია დააკავა. უწყების ცნობით ბრალდებული გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით მედიის კითხვებს დღეს უპასუხა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც. ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც, არა მხოლოდ ამ საქმეს დაზარალებას. როდესაც საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და
ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც. დღეს მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკვე დაკავებულია კონკრეტული პირი, მაგრამ ეს თხოვნა და გაფრთხილება შეიძლება სხვა შემთხვევებშიც გამოგვადგეს. და ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ ხოლმე მოვლენებს, აბსოლუტურად მესმის და საყვედურის მაგვარსაც კი ვერაფერს ვეთქვით ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს, მაგრამ მათ ყავთ ხოლმე ადვოკატები, რომლებსაც შეუძლიათ ურჩიონ, რომ რაღაცნაირად დავაცადოთ საგამოძიებო ორგანოებს იმ მოქმედებების ლოგიკურ შედეგამდე მიტანა, რა მოქმედებების შედეგიც უნდა იყოს პირის ბრალდება. ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარეძე პარლამენტში მოხვდა ფიზიკურ დაპირისპირებას და საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებსაც გამოეხმაურა. სახელმწიფო მინისტრის შეფასებით საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნა სპეკულაცია. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტული ადამიანების მხრიდან ორმაგ სტანდარტებსაც. კარგი სანახავი არასდროს არის ჩხუბი. ეს არ არსებობს ნორმალური ადამიანის საღიგონების და ჯანმრთელი მენტალიტეტის, რომელსაც სიამოვნებს ჩხუბის ყურება. პარლამენტში ჩხუბის გამო პასუხისგებაში მიცემული ადამიანი თუ გაგიგიათ ერთი შემთხვევა. დაინერგა, ასე ვთქვათ, სოფლიოში პრაქტიკა, რომ პარლამენტში მოხდა ჩხუბებზე არასდროს გამოძიება არ იწყება ხოლმე და თუ იწყება არასდროს პასუხისგებაში არავინ მიეცემა. მე უმცირესობის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ამ მიდგომითვე პასუხობენ და ყველაზე გასაკვირი იცით რა არის? საერთოდ არ მინდოდა ხან ფაქტის გახსენება, მაგრამ გინებაზე და ხელის დარტყმაზე პასუხი ამაზრზენია ვიღაცების სამ ქვეყანაში და პირადად მე ვიყავი ობიექტი ცოტა უხერხული გასახსენებელია, მაგრამ მოპარვით ვირთხულად დარტყმის გამო იგივე ემოცია არ გვინახავს ჩვენ, ხო? გავიდა გამოსვლელი გვარი დამოწდა შარაშიძე სპეციალურად დავალება მანამდე ნახეთ კადრები გავიდა და იღებს დავალება პროვოკაცია უნდა მოეხდინა წამოეკიდებინა ვინმე შემოვიდა დაიწყო ისაუბარი შეურაცხყოფელი პრემიერის მიმართ რაც დაიწყო ამაზე სიტყვიერი პასუხის გარდა ვერაფერი მიიღო და მეორე მათგანმა ფარულავამ დაიწყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პირველი მან მოიქნია დასარტყმელათხელი პირველი მან შეიგინა მიიღო პასუხი სამწუხარო გასაგებია არავის არ მოგწონს ეს არც მისი ხელი მოკნეული მოგწონს და არც სხვისი მოკნეული ხელი განცხადებაა შესული სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთო გამოძიება მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ანუ დედის გინება თუ მათი სამსახურია თქვან. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო ჩემს მიმართ. აი ესე რომ მოგეპარება ვიღაცა ვირთხულად და ხელს დაგარტყავს, როცა შენ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მაშინ არც კი მიფიქრია. მივიჩნიე, რომ საჩივარი ამ შემთხვევაშიც კი როცა დანაშაულის ნიშნები კლასიკური თვალსაზრისითაც იყო აშკარად გამოკვეთილი. და სახეზე ამ შემთხვევაში არც მიფიქრია ერთი წამით რომ შესულიყავი პროკურატურაში განცხადებით თორემ ყველა დაიჯერებს რომ ამის რეალიზაციის მეტი საშუალება იქნებოდა ხალხის განმოსახედიდან როგორც მინიმუმ ხო და ახლა როდესაც თვითონ დაიწყეს პროვოკაცია თვითონ დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა თვითონ მოიქნეს პირველი ხელი და ამაზე რეაქციაზე საჩივრებს წერენ თან სამსახურებრივ დედის გენებაზე მოკნეულ ხელს და ხელის მოკნევაზე საპასუხო რეაქციაზე საჩივარს წერენ რომ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდითო მაშინ თქვას რომ ფარულავა მაგალითად რომ ხელის ქნება ხელის დარტყმა და დედის გინება არის მისი სამსახურებრივი მოვალეობა როგორც ჩანს გახარიასგან ეს ვალდებულება აქვს დაკისრებული ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ლელოს წევრის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თენგიზ შარმანაშვილის მიმართ გაკეთებულ შეურაცხყოფელ განცხადებას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოციალურ ქსელში ეხმაურება. ლევან მაჭავარიანის შეფასებით თაზო დათუნაშვილის განცხადება მკაფიოდ აღწერს აგენტურული რადიკალური პარტიის ლელოს ნეობიური უფსკრულს. თაზო დათუნაშვილის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანიც. და იქით მხარეს ათი თუნდაც ის მიზეზი რა მიზეზზეც აი ზეზეული გვამი შარმანაშვილი ლაპარაკობს თურმე კაცი ყოფილა შარმანაშვილი ესეც ეხა გავიგე მის რო კაცი და ქართველი ყოფილა და შეურაცხყოფას ვერ ითმეს თუ თენგიზა შარმანაშვილი
ეს რამდენიმე წამიანი ვიდეო მკაფიო დაღწევს აგენტურული რადიკალური პარტია ლელოს ზნეობრივ უფსკრულს პარტიისთვის, რომელიც დავალებების მისაღებად ელჩებთან დარბის, რომელიც მჭიდრო კოალიციაშია ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელიც წერილობით ეხვეწებოდა ბრიუსელს საქართველოს დასანქცირებას და რომლის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან $1.5 მილიარდ ჯიბეში ჩადებას გეგმავდა, რა თქმა უნდა, მორალური საზღვრები არ არსებობს. ახალგაზრდა, რომელიც ნებსით თუ უნებლიად ასრულებს იმ აგენტურულ დავალებებს, რომლებსაც მის ხელმძღვანელობას გარეძალები აძლევენ, ასეთი ბინძური ლექსიკით საუბრობს მამის ტოლა კაცზე, პატრიოტზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხში პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული კაცზე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში, კაცზე, რომელიც ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი გახლდათ და კაცზე, რომლის თანაგუნდელობაც ჩემთვის საამაყოა. ბატონ თაზოსკი უსურვებ, რომ მთელი მისი აგენტურული პარტიის შემადგენლობას საქართველოსთვის იმის ნახევარი მაინც გაეკეთებინოს, რაც ბატონმა თენგიზმა უკვე მოახერხა. ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხტომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგა ყელზე შემთხვევით. ბიზნესის რეკეტისთვის როგორ აყენებინებდით თავს ლელოების სააკაშვილს. ამაზე ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარდენ მაჭავარიანს პასუხობს და მას დებატების ირგვლივ ყალბი დღის წესრიგის შექმნაში ამხელს. ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ მაჭავარიანი ჯერ პრემიერ-მინისტრთან დებატებს და ტელეკომპანია იმედის ეთერს გაექცა, მოგვიანებით კი ვერც რეგიონულ შეხვედრებზე მოსვლა გაბედა. ლიპარტელიანი მაჭავარიანს მოუწოდებს თავის შეიკავოს იმ ახალგაზრდების შეურაცხყოფისგან, რომლებიც რეგიონულ შეხვედრებს ესწრებოდნენ. როგორც ლიპარტელიანი აცხადებს, გასული 3 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 11 კონფერენცია გაიმართა, სადაც ნებისმიერ მსურველს, მათ შორის განსხვავებული აზრის მქონე პირებს, დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა ეს პატარა ნაციონალი უპასუხოდ დაუტოვა. პირველ რიგში მინდა მოუწოდა მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუაყენებს, ჩვენს შეხვედრებს გულანთებული პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში. ჩვენს ქვეყანას უამრავი ნათელი ახალგაზრდა ყავს, რომლებსაც მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება აქვს დასახული. დებატებზე საუბრობს და საზოგადოების წინაშე უნდა თავის წარმოჩენა თითქოს დისკუსიის და აზრთა ურთიერთგაცვლის მომხრე არა და ამ დროს ვარდენ მაჭავარიანი ჯერ პრემიერ-მინისტრის მიწვევას გაექცა და ვერ გაბედა ტელეკომპანია იმედზე დებატებში მისვლა, რისი გამართლებაც შემდეგ სასაცილო აბსურდული სანქციების მიზეზით ახსნა. ამის პარალელურად გასული 3 თვის მანძილზე 11 მასშტაბური შეხვედრა გავმართეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენს კონფერენციებს ძალიან ბევრი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქე დაესწრო, იყო ბევრი კამათი, ბევრი დაძაბული დისკუსია. თუ ვარდენ მაჭავარიანს ჩვენს ახალგაზრდ მათ შორის ცოტნე ივანიშვილთან საუბარი სურდა, რომელიც ჩვენს შეხვედრებს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, შეეძლო ნებისმიერ შეხვედრაზე მოსულიყო მისი პარტიის წევრებთან ერთად და გამოეხატა ნებისმიერი პოზიცია ნებისმიერ თემაზე. ცხადია, ვერც ჩვენს შეხვედრებზე მოსვლა გაბედა, რადგან ძალიან კარგად იცის არაჯანსაღი პოზიციიდან ჩვენთან მმართველი გუნდის ახალგაზრდებთან ყველანაირი კამათი მისთვის მარცხით დასრულდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყალბია ყველა მისი განცხადება, რომ აქვს მზაობა მონაწილეობა მიიღოს დებატებში. მისი რთულია ითამაშო დამოუკიდებელი პოლიტიკოსის როლი, როდესაც პირდაპირ დაკავშირებული ხარ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან და მათ გაგრძელებას წარმოადგენ. არც იმის აუცილებლობას ვხედავ, რომ ვარდენ მაჭავარიანისთვის სპეციალური ფორმატების ძიება დავიწყოთ მასთან სადებატოდ. ჩვენს ორგანიზაციას უახლოესი თვეების მანძილზე აქვს დაგეგმილი არაერთი პროექტი, მათ შორის ვაპირებთ გავაგრძელოთ ახალგაზრდებთან დისკუსია ახალ საინტერესო ფორმატში, რომელზეც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ. აქედან გამომდინარე ვარდენ მაჭავარიანს ექნება საშუალება კიდევ ერთხელ არ გაექცეს დისკუსიას და მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდულ დისკუსიებში, რომელიც განახლებული სატელევიზიო სეზონის დაწყებიდან მალევე შედგება. მწვავე პოლიტიკურ კრიზისში მყოფი პარტიისთვის პრიორიტეტად ფინანსური კრიზისი იქცა, ნაციონალური მოძრაობის წევრობა ფასიანი ხდება. ეს ერთადერთი სიახლეა სააკაშვილის პარტიის შესახებ, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულმა ლიდერმა რადიკალური ცვლილებები და რეფორმები დაანონსა. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის პარტიაში კონკრეტული უფლებებით, მათ შორის ხმის მიცემის უფლებით, მხოლოდ ის პირები ისარგებლებენ, რომლებიც ყოველთვიურად კონკრეტულ თანხას გადაიხდიან. რა ეხირება ნაცმოძრაობის წევრობა, დეტალებს ოსო ელისაშვილი გიამბობთ.
ნაციონალური მოძრაობის წევრობა ფასიანი ხდება. გეგმა მხარდამჭერების ვიწრო წრეს გუშინ გააცნეს, თუმცა რა ეღირება სააკაშვილის თანაგუნდელობა თანხაზე პარტიაში ჯერ არ შეთანხმებულან. ამტკიცებენ თითქოს შემწირველები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ, თუმცა დასძენენ, რომ მხარდამჭერებს ქონებრივი ცენზის შესაბამისად დაყოფენ. კერძოდ ხდება შემწირველებისა და სპონსორების დეფინიცირება იმის მიხედვით, თუ ვინ რა თანხას გაიღებს სააკაშვილის გუნდისთვის. მეტის გადამხდელები კი პარტიაში პრივილეგიებითაც ისარგებლებენ. რამდენიმე კატეგორიად არის დაყოფილი პარტიის წევრების საწევრო, რომელიც მათ ასევე შესაძლებლობას აძლევს დამატებითი გადაწყვეტილების პროცესში ჩაერთონ და ასევე სპონსორის სტატუსი, რომელიც შემოვა ოფიციალურად და ეს ამ სპონსორის სტატუსებს შორისაც არის დიფერენციაცია იმის მიხედვით, ვისი წვლილი რამდენი იქნება. პოლიტიკურის პარალელურად ფინანსურ კრიზისში მყოფი სააკაშვილის გუნდი თანხების ოპტიმიზაციას რეგიონების ხარჯზეც გეგმავს. ნაცმოძრაობის ახალი ინიციატივის თანახმად კოორდინატორებს, რომლებიც დედაქალაქს გარეთ მუშაობდნენ, მოხალისეები ჩაანაცვლებენ, რომლებსაც პარტიის ცენტრალური ოფისი მხოლოდ მორალური მხარდაჭერის გაწევას და კარგად შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში მაღალი ქულებით შეფასებას პირდება. არა მხოლოდ საარჩევნო თუ დაყავდეს პარტიას რაღაცა დაქირავებული კოორდინატორები ხო, რომლებიც კონკრეტულ რაღაც აქტივობებს შეიძლება ეხმარებოდნენ, არამედ ეს მთლიანად უნდა გადაიბაროს მოხალისეობრივმა ჯგუფმა. პარტიას ასევე უნდა ჰქონდეს თავისი, ესე ვთქვათ, შეფასების ქულები. ნაცმოძრაობაში გუშინ ამბობდნენ, რომ აპლიკაციაზე, რომელიც პარტიის მართვას გაამარტივებს, სააკაშვილის მიერ მიცემული დავალების მიხედვით მუშაობენ. დღეს კი საწევრო შემოწირულობებთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების შემდეგ ამტკიცებენ, თითქოს აღნიშნული მათი მხარდამჭერების ინიციატივაა. ეს იყო ჩვენი პარტიის წევრების მოთხოვნა და თხოვნა, მაშინ განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკური კრიზისი იყო, პარტიას გაუჩნდება მსგავსი შემოსავალი, უზრუნველყოფს ყოველდღიურ კონკრეტულ გეგმების განხორციელებაში მქონდეს მეტი შესაძლებლობა. მოტივირებული ადამიანი, ვისაც სურს, რომ პარტიის გადაწყვეტილებებში იყოს ჩართული, ამ აპლიკაციის საშუალებით იხამძღვანებს. ნაცმოძრაობის ინიციატივა პარტიის წევრებისთვის ფულის მოთხოვნის შესახებ ღიმილის მომგვრელია საზოგადოებისთვის. მოსახლეობას მიაჩნია, რომ სააკაშვილის გუნდი ღრმა ფინანსური კრიზისიდან გამოსვლას საკუთარი მხარდამჭერების ხარჯზე ცდილობს. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ნაცმოძრაობას ამომრჩეველი არჩევნებიდან არჩევნებამდე აკლდება, მათგან ფულის მოთხოვნის შემდეგ კი არსებული ელექტორატიც აქცევთ ზურგს. პარტიის წევრობა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში ფასიანი. რას ფიქრობ ამაზე? რაც უნდა იზოგნია, რაც საქმე წასულია. ნაცმოძრაობამ დაანონსა, რომ პარტიის წევრობა იქნება ფასიანი. აი რას ფიქრობ ამაზე? ნაცმოძრაობა საერთოდ არ განვიხილავ. ჩემთვის მიუღებელია ყველანაირად. ნაცმოძრაობა დასახურდია. მან ყველაფერი გააფუჭა. მანქანა ვყავს, მაგას რომ მიიღებენ. თუ დააგდებათ გავყიდი და მივცე. მოყონ ვის მივცე და როდის მოვიდეს. აქეთ მომცენ მე ფული. ხოდა მე დავანებებ თავს მაგათ. თავში ყავხლიათ და მილიონი დაუფასებიათ. ესენი არიან საქართველოს აგენტები, რომლებიც ემსახურებიან უცხო ქვეყნებს და ფაქტობრივად საქართველოს ყველაზე დიდი დამაზიანებლები არიან. გაუქონე პარტია. რა არის გაზრი. უჭირთ ალბათ ძალიან და რა ქნა. ფული შემოაკლდათ და ხერხს მიმართეს, ხო ხედავთ არჩევნებზე, რომ მათი კლებულობს და ჩემი აზრით არასწორი ხერხი შემოიღეს, იმიტომ რომ ფასიანს თუ გახდიან უფრო შემცირდება მათი პარტიული აქტივობა. შემოაკლდათ ფული და ჩემგან იღებენ? ეგრე გამოდის. ფინანსების მოძევა შეიძლება სხვა გზებითაც ხალხ წევრებისგან რო არ აიღოს. სადაც გადასახდელი არ მგონია რომ ხალხს ეს გაუხარდეს. შესაძლებელია შემოაგდო ფინანსები და შევსება ჭირდება. რატო უნდა გადაიხადო ფასი, არ ვიცი რომ ნაცმოძრაობაში გაწევრიანდე. რაც ნაცმოძრაობა ის იდეებიც ისეთია. რამდენჯერ შემცირდება სააკაშვილის პარტიის წევრების რაოდენობა ნაცმოძრაობის აპლიკაციის ამუშავების შემდეგ და რა ფასიადებს ნაცობას პარტიის ლიდერშიპისთვის, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. საქართველოს ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის პროგრესის მორგი საერთაშორისო აღიარება. ავტორიტეტულმა საერთაშორისო სააგენტო მუდისმა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურობამდე გააუმჯობეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა შოკების მიმართ მდგრადია. ამასთან მუდისის პოზიტიური შეფასება ზრდის საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ნდობა, სტაბილური პერსპექტივა კი მსხვილი უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში ბიზნესის უსაფრთხო კეთების გარანტია. ანგარიში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
უთმობა საქართველოს სტრატეგიულ როლს შუა დერეფანში. გარდა ამისა, მუდისმა განაახლა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. დეტალებს ნინო საულქოძე კი ამბობთ. გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო მუდისმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესა, ხოლო ქვეყნის გრძელვადიანი რეიტინგი კვლავ მყარ დონეზე დაადასტურა. გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სოფლიო გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალ გამძლეობას, ხოლო სახელმწიფო ფინანსები გონივრულად იმართება. სააგენტომ განაახლა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ის, ხოლო 2027 წლისთვის 5.5%-ის ფარგლებში გაიზრდება. განახლებული პროგნოზით ასევე მოსალოდნელია ქვეყნის საგარეო ვალის მკვეთრად შემცირება. ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად მოხმარება, ინვესტიციები და ტურიზმის ახალდება. თუმცა მუდისის ანგარიში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს სტრატეგიულ პოზიციას, ეგრეთ წოდებულ შუა დერეფანში, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ლოგისტიკური პოტენციალის ზრდას. უნდა გამოვყოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, მათ შორის უნდა გამოვყოთ აზიანის ახალი აეროპორტი, ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო ხაზი და სხვა პროექტები, რომელიც საერთო ჯამში ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის დაკავშირებადობის ზრდას, ასევე ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ზოგადად ქვეყნის სტრატეგიული როლის ამაღლებას. უზრუნველყოთ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც საერთო ჯამში საშუალოვადიან პერიოდში საშუალებას მოგცემს, რომ ქვეყანა გადავიდეს საინვესტიციო დონეზე სარეიტინგო კომპანიების შეფასებაში. აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად უდევს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები, რაც გამოიხატება ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებში, დაბალ ფისკალურ მაჩვენებლებში და ზოგადად მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, რაც თავის მხრივ ავსუბუქებს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების შედეგებს. საერთაშორისო სააგენტო დადებითად აფასებს ქვეყნის ფინანსურ და მონეტარულ რეფორმებსაც. ანგარიში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის არაერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია, რაც საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით პირდაპირ ზრდის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და საფინანსო სისტემას შოკების მიმართ ბევრად უფრო მდგრადს ხდის. სარეიტინგო სააგენტოების შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რასაც გარეინვესტორები ითვალისწინებენ. მუდისის ჩათვლით სამივე სარეიტინგო სააგენტომ გააუმჯობესა თავისი პერსპექტივა, რაც საბოლოო ჯამში აისახება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, რისკის შეფასებაზე, მოზიდული სახსრების ფასზე და შესაბამისად საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე. მუდისის გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს როგორც ადგილობრივ ბიზნეს სექტორზე, ასევე საერთაშორისო ნდობის აღდგენას. ხელშესახები გავლენა ექნება მოსახლეობაზეც. ქვეყნის მიმართ გაზრდილი ნდობა პირდაპირ კავშირშია მყარ ეროვნულ ვალუტასთან. ლარის კურსის სტაბილურობა კი უმთავრესი თავდაცვის მექანიზმია ფასების ზრდის წინააღმდეგ. ამას ემატება ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის რეალური შანსი. როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, სტაბილური პერსპექტივა არის გარანტია მსხვილი უცხოური ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება უსაფრთხოა. ახალი ინვესტიციები კი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს. სარეიტინგო კომპანიების შეფასება პირდაპირ აისახება ფინანსურ საერთაშორისო ბაზრებზე, მერე უკვე ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე ბიზნესის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გაუმჯობესება, ნებისმიერი გაუმჯობესება ამცირებს ქვეყნის რისკ პრემიუმს, ხელმისაწვდომობას ზრდის და ინვესტორებისთვის სწორი სიგნალია იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიძლება ფინანსების დაბანდება. ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი ინფორმაცია საერთაშორისო ინვესტორებს. მუდისის მიერ პერსპექტივის გაუმჯობესება ადასტურებს, რომ ქვეყნის ფინანსური სისტემა გლობალურ გამოწვევებს მყარად უმკლავდება. საერთაშორისო ნდობის აღდგენა, ეროვნული ბანკის რეფორმები და შუა დერეფნის მზარდი როლი კი ქმნის იმ ეკონომიკურ ბაზისს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის სტაბილურობას, ახალ ინვესტიციებს და მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომ ფინანსურ რესურსებს უზრუნველყოფს. ორი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის სრულად ათვისება, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბება. თბილისში საქართველოს-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე მხარებმა სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაციები, სადაც მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს სხვადასხვა საინვესტიციო გარემოს მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ფორუმის დასკვნით ნაწილში შედგა B2B შეხვედრები. დეტალებს თეკლა ბესტავაშვილი კი ამბობთ.
ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები და ახალი პარტნიორობის პერსპექტივები. თბილისის საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია და რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. მარიამ ქურივიშვილის თქმით, ერთობლივი პროექტები და დაგეგმილი სამოქმედო გეგმა ახალი ინვესტიციების მოზიდვას, სავაჭრო კავშირების გაფართოებასა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, რაც ორივე ქვეყნის კერძო სექტორისთვის დამატებით განვითარების შესაძლებლობებს შექმნის. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უზრუნველყოს ეკონომიკის არა მხოლოდ მდგრადი, არამედ დივერსიფიცირებული ზრდა. როდესაც დივერსიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გამოვყოფთ ხოლმე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ცენტრალური აზიის რეგიონში ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე საუბრისას უზბეკეთს მუდამ მოვიაზრებთ ერთ-ერთ უპირატეს პარტნიორად, რომელთანაც საბედნიეროდ ჩვენი სავაჭრო ეკონომიკური კავშირები, ტრანსპორტი, ტურიზმი და მრავალი სხვა სფერო თითქმის ყოველთვიურად იზრდება. ეკონომიკა მაშინ იზრდება, როდესაც ძლიერი კერძო სექტორი გვყავს და რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი როლი სწორედ ბიზნესებს შორის ურთიერთობების მხარდაჭერაა. საქართველოს მთავრობა დაახლოებით 7 მილიარდ ამერიკულ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ უზრუნველყოფთ ტვირთბრუნვის ზრდას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, არამედ ამავდროულად ვაგრძელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი და ზოგადად შუა დერეფანი გახდეს არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი, არამედ მთავარი და ყველაზე საიმედო მარშრუტი. ეკონომიკური პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა და კონკრეტული ბიზნეს ინტერესები დაადასტურა უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმაც. სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ თბილისში 74 უზბეკური კომპანია იმყოფება, რომლებიც ქართველ პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარებას გეგმავენ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ დასაწყისია და პარტნიორობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, რაც ერთობლივ წარმოებას, ინვესტიციებსა და საექსპორტო პროექტებს გულისხმობს. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა მხოლოდ ვაჭრობაზე არ უნდა შევჩერდეთ, ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეთ ვაჭრობიდან წარმოებაზე, წარმოებიდან ლოგისტიკაზე, ლოგისტიკიდან ინვესტიციებზე, ხოლო ინვესტიციებიდან ერთობლივ ექსპორტზე. ეს არის ის, სადაც უზბეკეთსა და საქართველოს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ ერთად. ორივე ქვეყნის მთავრობამ მზად არის მხარი დაუჭიროს თქვენს ბიზნეს გეგმებსა და ბიზნეს იდეებს. მოგიწოდებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ ფორუმის შესაძლებლობები, შევხვდეთ ერთმანეთს და ამყარეთ ახალი ბიზნეს კონტაქტები. ჩამოაყალიბოთ მყარი პარტნიორობა და თქვენი წვლილი შეიტანოთ ორ ქვეყანას შორის მტკიცე ეკონომიკური კავშირების განვითარებაში. ღონისძიებამ უზბეკეთიდან 70-ზე, ხოლო საქართველოდან 250-ზე მეტი კომპანია გააერთიანა სხვადასხვა სექტორიდან, რაც ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის ფართო მასშტაბს უსვამს ხაზს. მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ქმნის რეალურ შესაძლებლობას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი პრაქტიკულ ბიზნეს პროექტებად იქცეს. ეს არის საუკეთესო პლატფორმა ინფორმაციის გასაზიარებლად და იმისთვის, რომ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ თანამშრომლობა უზბეკურ კომპანიებთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი და ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. რასაც ვთავაზობთ, არის ის, რომ ის მასალები, რაც აუცილებელია საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად, მათ შეიძლება ის გადმოიტანოს საქართველოში და აქ დამზადდეს, აქ შეიქმნას დამატებითი ღირებულება. ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ფორუმი, ხვალინდელი პრეზიდენტის ვიზიტი იქნება კარგი საწყისი წინაპირობა, პოლიტიკური კავშირები გახდება ძალიან კარგი საწყისი წინაპირობა იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის ერთობლივი საწარმოები და ერთობლივი პროექტები შეიქმნას. საკმაოდ დიდი პოტენციალი არის როგორც უზბეკეთში ქართველი კომპანიებისთვის, ასევე საქართველოში უზბეკური კომპანიების მხრიდან ინვესტიციის განხორციელებაზე, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი საერთო შეხების წერტილია, იქნება ეს ტურიზმი, იქნება ეს
მრეწველობა, იქნება სხვადასხვა საბანკო სექტორი თუ ასე შემდეგ. ჩვენ როგორც ტიბის ჯგუფი ცოტა აქტიურად ვართ ჩართულები უზბეკეთში, გვაქვს ჩვენი ბანკი, რომელიც საკმაოდ ჩქარა ვითარდება, მათ შორის ტიბის კაპიტალის ბაზრის მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართულები და ხედავთ რომ პოტენციალი ძალიან დიდია. როგორც ქართული კომპანიების რომ მოახდინონ ინვესტირება და განვითარება უზბეკეთში, ისე პირიქით უზბეკური კომპანიები შემოვიდნენ ქვეყანაში და მოახდინონ ინვესტირება. ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მარიამ ქურივიშვილი უზბეკ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ორმხრივი ბიზნეს ფორუმის ხელშესახებ შედეგებზე იმედი გამოთქვეს. არასრულწლოვანთა ტრაფიკინგის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი, მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებები აჭარაში ჩატარდა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ დანაშაულის ამსახველ ვიდეო კადრებში ჩანს, როგორც ძალადობენ ფსიქოლოგიურად ბრალდებულები საკუთარ არასრულწლოვან შვილებზე და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით აიძულებენ ქუჩებში მოწყალების თხოვნას. დეტალებს ბორინა ონიანი გიამბობთ. კიდევ ერთი ტრაფიკინგის გაშიფრული სქემა და 3 დაკავებული. სამართალდამცველების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულები საკუთარ შვილებს მოწყალების თხოვნას და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. მძიმე დანაშაული ბათუმში ხდებოდა. ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი ბავშვები მოწყალებას ტურისტულ ლოკაციებზე, ერას მოედანსა და მიმდებარე ქუჩებში ითხოვდნენ. ამავე ტერიტორიებზე ყიდდნენ ყვავილებსაც. შეგროვილ თანხას კი ბრალდებულები ისაკუთრებდნენ. ტრაფიკინგის ფაქტები ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დასტურდება. ბათუმის ქუჩებში ყვავილებით მოვაჭრე ბავშვები არაერთხელ შეუნიშნავთ ადგილობრივებს. მოქალაქეები ამბობენ, რომ დაახლოებით 10 წლამდე ბავშვები ყვავილებს ხშირად ყიდდნენ. გოგო და ბიჭი ყავს შემშეულები. რესტორანში მიყვავილები გასაყიდად. 3-4 დღე აღარ მოსულა. აღარ მოსულა და როცა მოდიოდნენ, ყვავილები დაქონდათ შვილებს. ხან 12 საათამდე არიან აქ. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ცნობილია მათი ვინაობაც. ტრაფიკინგში საკუთარი შვილები ზიბარ ბაკიროვამ, თეონა სალკოვამ და ზარინა ბუკავაძემ ჩართეს. ბრალდებულები ბათუმში, ვოლსკის ქუჩასა და აეროპორტის გზატკეცილზე ცხოვრობდნენ. ამ ეტაპზე დაზარალებული ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის სერვის ცენტრებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა არასრულწლოვანების ტრაფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. არასრულწლოვანები გადაყვანილი არიან სახელმწიფო სერვის ცენტრებში, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე აღარ ემუქრება. აღიარებენ თუ არა დანაშაულს ბრალდებულები უცნობია. დაცვის მხარე ტრაფიკინგის საქმეზე არ საუბრობს. ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ამოქვს, საქართველოს არ ვიცნობთ, არ შევხვედრივალ მათ, ამიტომაც ინფორმაციას ვერ გავაკეთებ, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაიმე ინფორმაციასთან დაკავშირებით. საერთოდ მიკითხია ბრალი ვიცი, რომ ტრაფიკინგია, იქ თქვენს გეწოდინებაც. ორგანიზებულ დანაშაულს სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმძიმესი სანახავია ბრალდებულების მიერ ტრაფიკინგის საქმეში საკუთარი შვილების ჩართვა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსი დანაშაულის მაქსიმალურ პრევენციას უზრუნველყოფს. უმძიმესი სანახავია ბრალდებულების მხრიდან საკუთარი არასრულწლოვანი შვილების ტრაფიკინგის დანაშაულებრივ სქემაში ჩართვა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსი დანაშაულის მაქსიმალურ პრევენციასაც უზრუნველყოფს. ტრაფიკინგის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მთავრობამ ურბანული გარემოს ფორმირების ძირითადი პრინციპები განსაზღვრა. ახალი რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა შენობა ნაგებობების პროექტირების არქიტექტურულ სტანდარტებს აწესებს. ნებართვის მისაღებად პროექტში სავალდებულოა დეტალურად იყოს ნაჩვენები შენობის ფასადები, სახურავი, ღობეები, გამოყენებული სამშენებლო მასალები და ფერები, რათა ახალი შენობა ჰარმონიულად შეერწყას გარემოს. რეგულაცია დედაქალაქის გარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. ცვლილებების მიზანი მაღალი ურბანული და ესთეტიკური სტანდარტების დამკვიდრებაა. დეტალებს მარიამ რატიანი გიამბობთ.
დასახლებების უნიკალური იერსახის შენარჩუნება, თანამედროვე არქიტექტურის ტრადიციულ გარემოსთან ჰარმონიული შერწყმა და ხარისხიანი ურბანული სივრცის განვითარება. მთავრობის დადგენილება, რომელიც ახალი შენობების არქიტექტურულ იერსახეს დაარეგულირებს დღეიდან ამოქმედდა. ამიერიდან მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული პროექტი შენობის სრულ ვიზუალურ კონცეფციას უნდა ასახავდეს. პროექტირების პროცესში გათვალისწინებული იქნება მიმდებარე განაშენიანება, ქუჩის იერსახე, ბუნებრივი ლანდშაფტი და ადგილობრივი არქიტექტურული ტრადიციები, რათა შენობებმა კონკრეტული დასახლების უნიკალური ხასიათი კიდევ უფრო გამოკვეთოს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღობეების დიზაინს, რადგან ისინი ქუჩის ვიზუალურ სახეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ. დადგენილება საქართველოს მთავრობამ ირაკლი კობახიძის ინიციატივით 2025 წლის მიწურულს მიიღო და ამ დრომდე სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა. ძალიან ბევრ ქვეყანაში გვაქვს მსგავსი პრაქტიკა, როდესაც განსაზღვრული არის კონკრეტული მასალები, კონკრეტული იერსახე, სპეციფიკაციები თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქების, დაბების და დასახლებული პუნქტების განვითარება და ჩვენთვისაც, ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ტრადიციები, მათ შორის არქიტექტურული ტრადიციები, რაც ჩვენ რეგიონებში არსებობს, ამავე დროს მოვახდინოთ ჩვენი ბუნებრივი მასალების პოპულარიზაცია და მათი ეფექტური გამოყენება მშენებლობაში, რაც ვფიქრობთ, რომ ეკონომიკის ამიმართულებასაც წაახალისებს. შენობა ნაგებობების სახურავების, ფასადების მასალების, ასევე ფერების და ღობეების სარეკომენდაციო წესები არის დამტკიცებული. მათ შეუძლიათ ამითი იხელმძღვანელონ, ეს გაუმარტივებს მუნიციპალიტეტს კონკრეტულ ყოველდღიურ საქმიანობას, რადგან კონკრეტული სწორი სტანდარტი იქნა დამტკიცებული პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და თითოეულ მოქალაქეს გაუმარტივდება, ასე ვთქვათ, ახალი შენობის მშენებლობისას კონკრეტული პარამეტრებით ხელმძღვანელობა. საკითხს სრულ კოორდინაციას სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაგეგმარების დეპარტამენტი უწევს. სააგენტოში განმარტავენ, რომ რეგულაცია მოქალაქეებსა და არქიტექტორებს შენობების დაპროექტებისას ესთეტიკური თვალსაზრისით ერთგვარ გზამკვლევს შეუქმნის. შეიძლება ზოგმა გაიგოს, რომ არის რაღაც შეზღუდვა, პირიქით ეს არის უფრო მეტად ინსპირაციული ხასიათის იმ გაგებით, რომ უფრო მეტ, ესე ვთქვათ, ახალისებას აკეთებს გარემოს კვლევისთვის, უფრო მეტ ახალისებას აკეთებს ადგილობრივი მასალების გამოყენებისთვის, შესწავლისთვის, ადგილობრივი კულტურის, ადგილობრივი ისტორიის. დადგენილების მიღების შემდეგ სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტომ დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული სპეციალური სამუშაო ჯგუფები შექმნა, რომლებიც თვეების განმავლობაში საველეს სამუშაოებს ატარებდნენ და რეგიონული გზამკვლევის შექმნაზე აქტიურად მუშაობდნენ. ყველა რეგიონში ცალ-ცალკე აკეთებენ ამ მახასიათებლების შესწავლას და უკვე გვაქვს მართლა ისეთი დოკუმენტი, რომელშიც გააზრებულია ის ყველა რეგიონის სპეციფიკა. ჩვენთვის აუცილებელი იყო ეს გაგვეაზრებინა, დაგვეფუძნებინა აი ამ ბიბლიოგრაფიაზეც, ჩვენ გამოცდილებაზეც, ადგილობრივ კვლევაზეც, ჩვენ დავიარეთ მთელი ეს რეგიონები თავიდან და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთ მახასიათებლებს ვაძლევთ ამ მოსახლეობას, უბრალოდ ჩვენ ვაძლევთ გამგეობებს. ეს იქნება ასე ვთქვათ მენიუ, აი ესეთი რაღაც რეკომენდაციების, რომლის მიხედვითაც იწარმოებს ახალი მშენებლობები რეგიონში. გზამკვლევების შექმნაზე მუშაობას შესაბამისი ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლაც განაგრძობენ. რეგულაცია არ ვრცელდება თბილისის მუნიციპალიტეტზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკულტო ნაგებობებზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის შტაბ-ბინაში კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი მოხსენების წარსდგა ლაშა მაღრაძემ ყურადღება გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე გაამახვილა. მისი განცხადებით არსებული ტერორისტული საფრთხეების ფონზე დიდ მნიშვნელობას იძენს გაეროს წევრი ქვეყნების მიერ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მიდგომების მუშაობა და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ყურადღება ასევე გაამახვილა ახალი ტექნოლოგიების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის ფონზე ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ხელოვნური ინტელექტის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების საკითხზე. გარდა ამისა, გაეროს ტრიბუნიდან ლაშა მაღრაძემ დამსწრე საზოგადოებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. გამოცდებზე დარეგისტრირებულ 83,000-ზე მეტ გამოსაცდელს საქართველოს 12 ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურება. დღეს თბილისის 191 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა და გლდანის რაიონის დელეგატმა დაათვალიერეს. ვეცნობით არსებულ გარემოს, რომელიც ხვალ დახვდებათ ჩვენს აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში, თითეული საგამოცდო ცენტრი სრულ სათყოფნაშია იმისთვის, თავისი ინფრასტრუქტურით და თავისი აღჭურვილობით, რომ ჩვენმა აბიტურიენტებმა გამოამჟღავნონ მაქსიმალურად თავიანთი ცოდნა ხვალ. გამოცდები, რა თქმა უნდა, ჩატარდება ტრადიციულად 2 სესიად და აბიტურიენტებს ვუმასპინძლებთ დილის 8 საათიდან პირველ სესიაზე და შუადღის 2 საათიდან შუადღის სესიაზე. მნიშვნელოვანი არის, რომ გამოსაცდელმა პირებმა გაითვალისწინონ და საგამოცდო პროცესზე თან იქონიონ აუცილებლად საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მათთვის გამოცდაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს. ბრაზილია საქართველოს კულტურის დღეებს მასპინძლობს. პარალელურად ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავამ შეხვედრები გამართა მასპინძელი ქვეყნის უწყების ხელმძღვანელ პირებთან მხარეებმა კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს. კულტურის დღეების ფარგლებში კლაუდიო სანტოროს სახელობის ეროვნულ თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება და ანსამბლ რუსთავის კონცერტი გაიმართა. დეტალები ჩვენს სიუჟეტში. საქართველოსა და ბრაზილიას შორის კულტურული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. საკითხი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გამყარდა. თინათინ რუხაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ბრაზილიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა მინისტრის მოადგილემ მასპინძელი ქვეყნის კულტურის მინისტრთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წარადგინა. აღინიშნა, რომ მემორანდუმი კულტურული პოლიტიკის, მემკვიდრეობის, თეატრის, მუზეუმების, ხელოვნების, ლიტერატურის, კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებებით თანამშრომლობას და ერთობლივი ინიციატივის მხარდაჭერას ითვალისწინებს. მოეწერა ხელი მემორანდუმს კულტურის სამინისტროებს შორის ორი ქვეყნის. გამოითქვა სურვილი, რომ უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ბრაზილიის კულტურის დღეები საქართველოში. ასევე ჩვენს მზად ვართ ამის შემდეგ უკვე ბრაზილიაში გავმართოთ საქართველოს კულტურის დღეები და ქართული კულტურა სრული მასშტაბით და ფართო სპექტრით წარმოვაჩინოთ. მიმაჩნია, რომ ბრაზილიასა და საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველო გამორჩეული კულტურული მრავალფეროვნების მქონე ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თანამშრომლობას წარმატებული მომავალი ექნება. კულტურის მინისტრის მოადგილემ ბრაზილიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე სამუშაო შეხვედრა გამართა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთანაც. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს გიორგი მირცხულავამ ბრაზილიის კულტურის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტის პარალელურად ქვეყანაში საქართველოს კულტურის დღეები მიმდინარეობს. კლაუდიო სანტორის სახელობის ეროვნულ თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება და ანსამბლ რუსთავის კონცერტი გაიმართა. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამით წარდგა. ქვეყანა მასპინძლობდა ქართულ ანსამბლ რუსთავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინტერესი ძალიან დიდია საქართველოს მიმართ, საქართველოს კულტურის მიმართ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს და საქართველოს საელჩოს ბრაზილიაში, რომელთა დახმარებითა და ორგანიზებით ჩატარდა ეს კონცერტი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბრაზილიელი ხალხის მხრიდან მიღება და მათი თბილი აპლოდისმენტები. ძალიან ბევრმა ადამიანმა პირველად მოისმინა ქართული ხალხური სიმღერა. პირველად ნახა ქართული ცეკვა. და ყველამ აღიარა, რომ ეს არის განსაკუთრებული კულტურის ქვეყანა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების დიპლომატიური კორპუსისა და ქართული კულტურით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მაყურებლები ემოციებს ვერ მალავენ და ამბობენ, რომ შთაბეჭდილების ქვეშ არიან, რადგან მუსიკისა და ცეკვის ასეთი შერწყმა საოცარი სანახავია. It was my absolutely first time to პირველად ვიხილე ქართული ცეკვები ცოცხლად. ეს საოცარი გამოცდილება იყო. წარმოდგენამ უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როგორც თავად ნახეთ კონცერტის დასასრულს მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ოვაციებით აცილებდა ანსამბლს. პირველად დავესწარი ქართულ კონცერტს და უზომოდ მომეწონა. მართლაც დაუვიწყარი და თითქმის არარეალური შეგრძნება იყო. შთამბეჭდავი იყო, როგორ იყო ერთმანეთთან შერწყმული მუსიკა და ცეკვა. შემდეგ ღონისძიებას ანსამბლი რუსთავი 2 ივლისს რიო-დე-ჟანეიროში გამართავს. ღონისძიებები საქართველოს კულტურის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კონცერტების თანაორგანიზატორი საქართველოს საელჩოა. ეს იყო პოსტების საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე. მე ხოლმე გემშვიდობებით ნახვამდის.